კითხავზე, დიახ, ასეა. კი ბატონო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ულოცავ ახალ წელს საქართველოს და დამდეგ შობას, რომელიც დღევანდელ საღამოს შემოდის და ყველა ქრისტიანს, ვინც ელოდება მთელი გულით ამ დღესასწაულს, უსურვებ ძალიან ბევრ სიხარულს, შობის სიხარულთან ერთად. კი ბატონო. მოდით ახლა ვილაპარაკოთ ლეგიტიმაციის კრიზისზე. ნულოვანი ლეგიტიმაცია არის ჩვენი ამოცანაო, რომ გქონდეს ხელისუფლებასო კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა გადაცემის დასაწყისში ბრიფინგი ჰქონდა ამ პოლიტიკურ გუნდს. არის თუ არა ეს მართლაც ამოცანა და როგორ შეიძლება ეს რას მისცემს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს თქვენ გუნდს პერსონალურად მაგალითად ანუ ეს არის თუ არა მართლაც თქვენი მუშაობის ახლა მთავარი სამოქმედო გეგმა? ეს არ იქნებოდა მთავარი სამოქმედო გეგმა, ჩვენ რო კლასიკურ საპარლამენტო დემოკრატიაში ვცხოვრობდეთ და საპარლამენტო დემოკრატიის თანამდევი არის კრიზისის დროს ახალი არჩევნების დანიშვნა. ან კოალიციურობის რღვევა და ახალი კოალიციების შექმნა და თუ ეს არ გამოდის, ახალი არჩევნების დანიშვნა. სხვათა შორის ტელეკომპანია იმედს ესეთ პოპულარულ ქარდად უდევს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, როგორ ხდება სამთავრობო ცვლილებები და ამას წარმოაჩენს, რომ კრიზისია და დაიქცა. თითქოს გერმანიაში დაიქცა მთავრობაში არსებული კრიზისის გამო გერმანია, რომ ესპანეთი ბიუჯეტს ვერ ამტკიცებს და რომ თურმე უბედურება ტრიალებს, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაუქმდა და სხვათა შორის წერენ, რომ არაპოპულარული ხელისუფლება დარჩაო ისევ ამას თავისი პირით აღიარებენ და ასე შემდგომ, მაგრამ ყველას ავიწყდება იმის თქმა, რომ მეორედ მოსვლა არ არის ახალი არჩევნები, საპარლამენტო კრიზისი, საპარლამენტო დემოკრატიაში სწორედ იმას ნიშნავს, რომ ინიშნება ახალი არჩევნები და ყველანაირი კრიზისის განმუხტვა ხდება ამ გზით. ჩვენთან სამწუხაროდ საპარლამენტო კრიზისი კი არა, კრიზისზე ბევრად მეტი რამ არის, აბსოლუტურად გავიდა ყველანაირი ლეგიტიმაციიდან ჩვენი ხელისუფლება, ქართული ოცნება და მათ არ უნდათ რომ ეს კრიზისი შეიმჩნიონ და ყველანაირად ცდილობენ რომ რაღაცა ლეგიტიმაციის რამე მარცვალი მაინც შეინარჩუნონ. მაგალითად, ლეგიტიმაციის მარცვალი უნდათ შეენარჩუნებინათ მაშინ, როდესაც მაგალითად ჟურნალისტი ეტყოდათ, რომ ბატონო პრემიერ-მინისტრო მიმართავდა ამას და ისინი ამბობდნენ, რომ ესე იგი მაღიარებ ხო, ესე რომ მომმართავ. ლეგიტიმაციის მარცვალი უნდათ შეენარჩუნებინათ, როდესაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა ბატონი ბერსე საქართველოში და ეს უნდათ რომ გაესაღებინათ, რომ აი ლეგიტიმაცია მოხდა და იმდენად აცდენილი იყო ბატონი ბერსე ამ რეალობას, რომ მან ლაპარაკი დაიწყო, რომ იქნებ რუსული კანონი გავაუმჯობესოთო და ამაზე დავიწყოთ კონსულტაციები და დიალოგიო. ეხა ქალბატონმა პიაკაუმას ვიზიტმა გაუცროა მათ იმედები, იმიტომ რომ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა უკვე იმაზე, რომ აი ეს ვიზიტი თქვენი პარტიაც იყო ხელმომწერი ამ განცხადებას, რომ არ ჩამოხვიდეთ. ჩამოსვლასაც თქვენ აღიქვამდით როგორც ლეგიტიმაციის გამყარების ცდელობას. ჩვენ არ აღიქვამდით, ჩვენ აღვიქვამდით ამას, როგორც არის, რომ ხელისუფლება შეეცდებოდა საკუთარ ამომრჩეველში ან ნაკლებად გათვითცნობიერებულ საზოგადოებაში ეს გაიყიდა როგორც ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი ხარისხი. რაც ასე ნამდვილად არ იქნებოდა ცხადია, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ყველანაირი ბუნდოვანება ამ თვალსაზრისით გაქრეს. ხომ უნდათ რომ ქართულ ოცნებას რაღაცა ეთქვა, უნდათ კი არა, ამას ღიად აცხადებდნენ, რომ 20 იანვრამდე უნდა მოვითმინოთ, გადავაგოროთ როგორმე ეს პერიოდი, იმიტომ რომ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება და მე ყველაფერი დაალაგდება. ტრამპი როგორც იტყვის თავიდან ამ ტიპის რიტორიკით შემოვიდა ოცნება, რომ როგორც ტრამპი იტყვის. მაგრამ გამოხდა ხანი და მათ დაინახეს, რომ ტრამპის ასე ვთქვათ გუნდის ერთგული წევრები რა დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, ჩატარებული არჩევნების მიმართ და დღეს შექმნილი კრიზისის მიმართ და მათ ესეც შემოაცვდათ თვალსა და ხელშუა.
თავდაპირველად რაც იყო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელ ამ პროცესში და საფუძველს წარმოადგენს. მოდი ვთქვათ, ეს რომ 4-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც თავს თulis გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებად, უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე და პარლამენტი დარჩა 89 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებად. იქ რაღაც ოპოზიციური გაყოფა რომ მოხდა, მე მგონი ამას ეგრეთ წოდებული ოპოზიციური გაყოფა ამას ხალხის ძალას გულისხმობ. კი ბატონო, ეს თავადაც არ თქვენ მივხვდით ისეთი ოქსიმორონია მართლაც დღევანდელ რეალობაში ამის არსებობა. და ეს პარლამენტი დაინიშნოს როგორც თქვენი პარლამენტში არ შესulis გამო გამოწვეული კრიზისი, თუ 28 ნოემბრის პრემიერის განცხადების შემდეგ გამოწვეული პროტესტი, რომელსაც ხედავთ ჩვენ უკვე 40 დღეა გრძელდება თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. ეს ერთმანეთთან კავშირშია. მათ მთელი წინასაარჩევნო კამპანია როგორ ქონდათ ხო აწყობილი, რომ უნდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ მერე მთელი რიგი ის ნაბიჯები გადაედგათ, რა ნაბიჯებიც ეხლაც გადადგეს, ხო? იყო გაყალბებული არჩევნები და ამას მოყვა 28 ნოემბრის განცხადება ირაკლი კობახიძის, რომელმაც აბსოლუტურად გააშიშულა ყველაფერი, თუ კი მანამდე კიდევ რაღაცა საფარველს ფიქრია. ნახეთ, შემოვიტანა ამ ტიპის დისონანს თუ შეკითხვას. არჩევნების შემდეგ ხალხი იმ რაოდენობით, რომ ამას რაღაცნაირი კრიზისის ფორმა ქონოდა, არ შეკრებილა თბილისის ქუჩებში, მოდი ვთქვათ, იყო პროტესტი ისეთ მასშტაბში, რომ უწევდათ მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს სოციალურ ქსელში ხალხის დამუნათება არიქა გამოდით და ამოიღეთ ხმაო. პროტესტი მსხვილ მასშტაბში და მეტიც უპრეცედენტოდ აი ხანგრძლივ დროში გამოიწვია 28 ნოემბრის განცხადებამ, როგორც ახალი კრიზისის ეტაპი. არჩევნების ჩატარებას თქვენ ითხოვთ, მაგალითად, როგორც ძლიერი საქართველო. არჩევნების შედეგად 26 ოქტომბრის თუ 28 ნოემბრის განცხადების შედეგად შექმნილი კრიზისის, რომელიც შეიძლება იმ პირველს დამატებული, მოკლედ ერთობლივად. ჩემთვის არჩევნების გაყალბებამ განსაზღვრა შემდგომდროინდელი კრიზისი. ის რომ პირველ დღეებში 26 ოქტომბრის შემდეგვე არ იყო, ასე ვთქვათ, მასშტაბური გამოსვლა, ამას თავისი ახსნა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცოდით, არც ამომრჩეველმა იცოდა, არც პოლიტიკურმა სპექტრმა არ იცოდა თავიდან ბოლომდე, როგორი იქნებოდა ერთიანად ოპოზიციური პოზიცია. მაგალითად, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ უარს ვამბობდით პარლამენტის მანდატზე, მაგრამ ეს ხო არ იყო ჯერ კონსოლიდირებული პოზიცია. ამომრჩეველსაც ბევრი დამაბნეველი ინფორმაცია მიეწოდებოდა და მანამ სანამ არ შედგა შემაჯამებელი ოქმი და შემდგომ ამის საფუძველზე პირველი სხდომა, პრაქტიკულად მაშინ დაიჯერა უკვე საზოგადოებამ, რომ 4 პოლიტიკური კოალიციიდან არც ერთი ადამიანი არ აპირებდა პარლამენტში შესვლას და ეს ნიშნავდა დელეგიტიმაციის აბსოლუტურად ფუნდამენტურ ეტაპს, ხო? იმ ეტაპზე და ამას ამოეწია უკვე ირაკლი დაფინანსებასთან და სხვა დაკავშირებით რაღაც მაინც სხვადასხვა მიდგომებზე არის ლაპარაკი, რომ სხვადასხვა მიდგომები შესაძლოა ყველაფერზე უარი თქვა, სხვებმა არა, იქ იყო ერთმანეთის მიმართ. ნახე, შეიძლება მაყურებელს მირჩა, მაგრამ იქ იყო გვარამიას სტატუსი სოციალურ ქსელში, შემდეგ მამუკა ხაზარაძის პასუხი, რომელმაც დატოვა შთაბეჭდილება, რომ ამ ორ ლიდერს არ აქვთ ეს თქვა ერთმანეთის მიმართ რაღაც განსაკუთრებული ცნობები და ერთ კოალიციაში მაგალითად მათი ხილვა ცოტა შეიძლება გართულდეს. კოალიცია თავისთავად მნიშვნელოვანი რამ იმიტომ არის, რომ შესაძლოა გულზე არ გეხატებოდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერი ან მთლიანი წარმომადგენლობა, მაგრამ ხალხი განსაზღვრავს, რომ კოალიციური თანამშრომლობა უნდა შედგეს. სხვანაირად შეუძლებელია. მე არც ერთი კოალიცია არ მეგულება, რომ წინასწარ იყვნენ ერთმანეთზე გადარეულები, თუ წინასწარ არიან ერთმანეთზე გადარეული პოლიტიკური ძალები დემოკრატიულ სამყაროში, მაშინ ერთ პოლიტიკურ ძალად გამოვლენ ან წინასწარვე შექმნიან გარკვეულ კოალიციას. ჩვენი კოალიცია ჩამოვაყალიბეთ, ვისთან ერთადაც წარმოგვედგინა თანამშრომლობა, ასე ჩამოვაყალიბეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და ამ კოალიციებს დაუჭირა მხარი ქართველმა ამომრჩეველმა. და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ აღარავის აღარა გვაქვს იმის პრეტენზია, რომ აბსოლუტურად
აბსოლუტური ერთპიროვნული გარდა ქართული ოცნებისა მას ჰქონდა ეს პრეტენზია, რომ ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეენარჩუნებინა, ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების სურვილი არც ერთ პოლიტიკურ კოალიციას არ ჰქონდა და ჩვენ იმთავითვე ვიცოდით ყველამ, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის ვიყავით განწირული. კი ბატონო. სამწუხაროდ ეს გადავადდა გარკვეული დროით, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა, როდესაც შევცვალეთ კონსტიტუცია და სხვათა შორის მე არ უჭერდი ძალიან აქტიურად მხარს მინდა გითხრათ, არ ვიყავი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე, დღესაც სხვა მოდელი მირჩევნია უფრო მნიშვნელოვნად, მათ შორის შერეული მოდელი მინიმუმ, სადაც პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი იქნებოდა მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მეც მიფიქრია მაგაზე, არ ვიცი ხა შეიძლება მნიშვნელოვანი ამბავი. არანაირად, მაგრამ რაღაცნაირად ამ ჯერჯერობით რაღაც ეტაპზე მაინც არის დემოკრატიაში და დემოკრატიის აი სიმყიფეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლაც არბიტრის ფუნქციის მქონე პრეზიდენტის არსებობას, ეს ცალკე საუბრის თემა არის, მაგრამ ვინც აქტიურად უჭერდა მხარს და ქართული ოცნება იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საბოლოოდ გადავიდა ხო ამ მოდელზე და დღეს ისე უყურებენ ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში რაღაც ახალი არჩევნების და კრიზისული სიტუაციის გადალახვას, თითქოს მართლაც მეორედ მოსვლა და მათთან ერთად საქართველოს ისტორია მთავრდებოდეს. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ერთად საქართველოს ისტორია, საქართველოს სტაბილურობა კი არ მთავრდება, ახალი შესაძლებლობები იშლება იმისთვის, რომ საქართველოს შედგეს როგორც ძლიერი, ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა და არა მხოლოდ ის, რომ მილიარდერებით იყოს პარლამენტი გამოჭედილი და სხვათა შორის ისეთ თავის მასში ჩაიკეტნენ უკვე ნაჭუჭში, რომ იმისიც კი არ შერცხვა ამ 99 ნაკლული პარლამენტის შემადგენლობას, რომ საკუთარი თავებისთვის გაეორმაგებინათ, ხალხო გაორმაგება თან არის 7000-ით რომ მოიმატებ, 5000-ით რომ მოიმატებ. შეიძლება რაღაცნაირად, ეს თქვათ, ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვისაც იყო გარკვეული ხაფანგი შექმნეს, რომ აი კარგი ცხოვრება შემოდის ოპოზიციაში თუ კი ვინმეს რაიმე დილემა ქონდა, ეს დილემა გადაილახა უკვე კარგახანია და მე არ მგონია, რომ დღეს ვინმე იპოვება ამ ოპოზიციურ სპექტრში, ახლა მაღალი ხელფასი არავის არ აწყენს, ცხადია. და მაღალი ხელფასი არ უნდა იყოს გამონაკლისი, მაგრამ შენ რომ პარლამენტარს 7000 ლარით ან 5000 ლარით თანამდებობის პირს სხვანაირად და რიგით პარლამენტარს სხვანაირად გაუზრდი ხელფასს და ამ დროს 35 ლარით გაზრდი პენსიონერის პენსიას და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობდით 1000 ლარიან პენსიაზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, ქართული ოცნება გამოდიოდა და ამბობდა, რომ არა და ამის ეს შეუძლებელია და პოპულარული იყოს, რა თქმა უნდა, მე ხელფასის გაორმაგებაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პენსიონერისა და პარლამენტის წევრთა რაოდენობაც და ხელფასიც უბრალოდ სხვადასხვა იქ 150 პარლამენტარია, პენსიონერი კი არის ხო, მაგრამ ქვეყანაში სადაც პენსიონერები შიმშილობენ, ბავშვები შიმშილობენ, ბავშვების შიმშილობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე, ჩვენ და სამწუხაროდ და საუბედუროდ, სადაც სოციალური დაცვის ზღვარსქვემოთ იმყოფება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 600,000 ადამიანი წინასაარჩევნო პერიოდში ასე იყო და საშუალო ხელფასი არის საკმაოდ დაბალი საქართველოში, ამ დროს პარლამენტის მთავრობის წარმომადგენლებს და ალბათ პრემიების სახით აი ამ დამრბევი ჯგუფების ხელმძღვანელებს და მაღალ ჩინოსნებს აქვთ განსაკუთრებით მაღალი 100-ჯერ მეტი, 200-ჯერ მეტი არ შეიძლება იყოს სახელფასო სარგო და აქ გარკვეული ნიხრები უნდა არსებობდეს. როდესაც პარლამენტის ან თანამდებობის პირის მაღალ ანაზღაურებაზეა ლაპარაკი, იქ ლაპარაკია იმიტომ, რომ კორუფციაში აღარ იყოს ჩაფლული. და ჩვენ ხედავთ, რომ კორუფციაშიც არიან ჩაფლული. დეპუტატები თავრობის წევრების ანაზღაურება უნდა აზღვევდეს ასევე ამ ადამიანებს, მაგრამ არა თუ აზღვევს რაღაც სხვა ტიპის გარიგებების მონაწილეები არის. უმეტესობა მათგანისთვის არის კიდევ დამატებითი ბენეფიტები, აი იმ კორუფციულ ფულთან ერთად, იმ მოგებულ ტენდერებთან ერთად, იმ გაფლანგულ მილიონებთან ერთად, რომლებსაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ხედავთ თუ არა ახალ არჩევნებს ასპარეზზე.
მე არათუ ვხედავ გარდაულად მიმაჩნია რომ ეს კრიზისი შეუქცევად ხასიათს ატარებს ხომ ხედავთ რომ მათ ჰქონდათ ილუზია იმისა რომ ვიღაცებს მოიმხრობდნენ იყო ხო მაგალითად რაღაცა იმედი ესე რა ქვია იმ კაც ფიცოს მაგვარი კაცი როა მეორე ორბანის იმედი ხო ჰქონდათ განსაკუთრებით მისი თავმჯდომარეობის ის თავმჯდომარეობა ისე შემოეფანტათ დროშიც კი რომ უკვე პოლონეთია თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირის და ჩვენ ხედავთ პოლონეთის დამოკიდებულებას აი ამ არჩევნებისადმი თავმჯდომარე ქვეყანაში მესმის რომ ფაქტორია მაგრამ არა გადამწყვეტი იმიტომ რომ ასე თავმჯდომარე ქვეყანაც იყო ორბანი და იყო ჩამოსული არჩევნების მეორე დღეს საქართველოში მაგრამ ევროკავშირმა ხელი აწერა რომ ეს ჩვენ არ წარმოგვადგა ამაზე ვპასუხობ სწორედ რომ მათ ისე გაყიდეს ორბანის თავმჯდომარეობა თითქოს ქართული ოცნებისთვის ეს დიდი ასე ვთქვათ ეს უნდა ყოფილიყო ასე ვთქვათ დიდი შემაშველებელი რგოლი ამ მძიმე რთულ სიტუაციაში მაგრამ გაილია მეთქი ისე რომ ვერაფერი ვერ ქნა ორბანმა ხო მათმა რჩეულმა ადამიანმა მაგრამ ეხა ორბანის შეცვალა იმან ვისაც აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს იმ ქვეყანამ და იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომლებსაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ ჩვენ არაერთხელ ნახეთ პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებები ბატონი ტუსკის და ასე შემდგომ ამას თავი დავანებოთ ხედავთ იმას რომ შეუქცევადია წარმოუდგენელია რომ ან ამერიკის კონგრესში ორპარტიულ წარმომადგენლობაში რაიმე შეიცვალოს უკვე ქართული ოცნების ქმედებების სასიკეთოდ ან ევროკავშირის ქვეყნებში როდესაც დაიბლოკა მაგალითად ევროკავშირის ერთიანი სანქციები ჩვენ ნახეთ ცალ-ცალკე ქვეყნების მიერ მიღებული სანქციები რომლებიც ასევე პრობლემურია ყველასთვის იმიტომ რომ მაგალითად გერმანია თუ გამოსცემს სანქციებს გერმანიაში ასე ვთქვათ ვიზიტად წასული რომელიმე თანამდებობის პირს თუ გონია რომ რომელიმე სხვა უпростоრად გერმანიაში თუ წავა რომელიმე სხვა ქვეყანაში უპრობლემოდ წავა ეს ადამიანები არიან უკვე ძალიან დიდი ასე ვთქვათ საფრთხის მატარებელნი ყველა დემოკრატიული ქვეყნისათვის და ერთგვარი ასე ვთქვათ მორალური თუ პოლიტიკური სანქცია მათ უკვე ადევთ. რეალური სანქციაც ბევრს ადევს, მაგრამ ამის გარდა პოლიტიკური სანქცია. ისინი აქედან ვეღარ გამოვლენ. გამოსავლის ერთადერთი გზა არის, ან თვითონ მიხვდნენ რაღაც ეტაპზე მაინც და ბიძინა ივანიშვილი უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ სხვა სამის მიხვედრის რესურსი არ გააჩნია, შეიძლება ძალიანაც ფიქრობენ რომ შეტოპეს, მაგრამ ვერ გამოდიან, ასე ვთქვათ, ამ მოჯადოებული წრიდან. ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ახალი არჩევნების გარდა სხვა ნორმალური გამოსავალი არ არის, ან ჩვენ ყველამ ერთად პროტესტმა, პოლიტიკურმა სპექტრმა, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანი ძალისხმევით უნდა მივახვედროთ და მივიყვანოთ იმ ნიშნულამდე, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა ფიქრია ჩიხრაძეს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა.